გამარჯობა მეგობრებო, წლის პირველი თამაში, რომელიც ლივერპულმა ითამაშა, ეს იყო პრემიერ ლიგის ელ კლასიკო, ანუ ერთმანეთთან ყველაზე მეტად დაპირისპირებული ორი გუნდი ნახეთ ენფილდზე. სამწუხაროდ დაუკარგეთ ორი ქულა. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ოლდ ტრაფორდზე სეზონის დასაწყისში 3-0 მოვიგეთ, მათ წინააღმდეგ ეს თამაში რო არ იქნებოდა ადვილი, ეს გასაგები იყო ისედაც, იმიტომ რომ ზოგადად მანჩესტერი მიუხედავად იმისა, რომ ცუდ ფორმაში არის ეხლა, აი ამ პოზიციაში ენფილდზე ადვილად არ დათმობდა და ჩვენ ნახეთ ზუსტად ეს რო და ზოგადად რაზეც ლაპარაკობს აბსოლუტურად ყველა მანჩესტერ იუნაიტედთან დაკავშირებით არის რომ და დიდ თამაშებზე ბევრად უკეთ თამაშობენ ვიდრე ვთქვათ რაღაცა პატარა გუნდებთან და შესაბამისად ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო იქ მერე ვირჯილ ვან დაიკმაც ისაუბრა იმაზე და თქვა რომ მანჩესტერ იუნაიტედი იმდენ პატივისცემას არ იღებს ხალხისგან რამესაც იმსახურებს ანუ ძალიან ხშირად ზემოდან შეიძლება დაჰყურებდეს რომელიღაცა გუნდი ეს იგულისხმებოდა და ამის გამო ბევრ მათგანს მოუწია საფასურის გადახდა. მათ შორის იყო მანჩესტერ სიტი, რომელთგანაც ელოდნენ რომ ბოლოს და ბოლოს თავიანთ იმ ცუდ სეზონს, რომელიც ეხლა აქვს წაგების სერია, მანჩესტერ იუნაიტედთან ადვილად მოაბრუნებდნენ, მაგრამ ეს ვერ გააკეთეს და ლივერპულთან დაკავშირებით ბევრი გულშემატკივარი იყო. თავდაჯერებული, ზედმეტად თავდაჯერებული, მას რა თქმა უნდა ლეგენდარული 7-0-იც გვახსოვს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ენფილდზე და ეს რაღაცა მოლოდინები იყო, რომ მქონდა იმისი მოლოდინი, რომ მოვიგებდით დიდი ანგარიშით მოგების იმედიც მქონდა, მოლოდინი არა, უფრო იმედი, ვიცოდი რომ არ იქნებოდა ადვილი თამაში, მაგრამ გონია რომ ლივერპული არის ის გუნდი, რომელსაც უნდა შეძლებოდა რომ ეს ყოფილიყო ადვილი თამაში, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი თავი გაიგიჟეს და ვნახეთ რომ იმიტომ რომ პირველ ტაიმში, როდესაც თუ უყურებთ რაღაცა მომენტებში იყო რომ გასაგები არის ეს ალბათ რაღაც ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო დაწყებებოდნენ თამაშებოდნენ, მაგრამ აი, როდესაც იყო ის ერთი მომენტები, რომ ერთმანეთში აგურავებდნენ იქვე რა, არც კი ცდილობდნენ შეტევაზე გადასვლას, ანუ მთლიანად კონტრშეტევაზე იყო თითქოს აგებული გუნდი და აი ამ მომენტში ლივერპული ჩემი აზრით საერთოდ არ აწვებოდა და არ პრესავდნენ, უფრო მეტად უნდა დაეპრესათ, ვიდრე პრესავდნენ და უფრო მეტი ინტენსიურობით უნდა ეთამაშათ. ანუ 50-50-ზე იყო ბურთის ფლობა. გასაგები არის რომ ბურთის ფლობა საერთოდ არ წყვეტს ხოლმე და განსაკუთრებით მაგალითად ლივერპულს წინა სეზონებში დიდი ანგარიშით მოუგია ისეთი ბურთის ფლობით, როცა მას ნაკლებად ჰქონდა პირიქით ბურთი, მაგრამ ეს ისეთი ტემპის თამაში იყო, სადაც გადაწყვეტდა ამ ყველაფერს ბურთის ფლობის ამბავი და ის რომ უბრალოდ აი მანჩესტერს რო დააჭერინეს ბურთი, ჩემი აზრით, მანდ იყო შეცდომა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში თითქოს ლივერპული არ ვიცი, რაღაცა ელოდებოდნენ ისინი რომ შეტევაზე წამოსულიყვნენ და მერე იქ რაღაცა დაეჭირათ თვითონაც არ ვიცი, იმიტომ რომ კი ზოგადად პრესავდნენ, მაგრამ ისე არ, აი რაღაც მომენტში ეს ტემპი ძალიან არ მომეწონა და აქ გასაგები იყო, რომ პირდაპირ ვიტყვი რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი ბოლო წუთამდე რომ მოვიგებდით ამ თამაშს. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი თამაში იყო და შესაბამისად გაწმილებული ვარ ნამდვილად, თუმცა დიდი ტრაგედია ძალიან არ მიმაჩნია. პირიქით რაღაცნაირად ისეთი თემა არის, რომ მგონია, რომ ესე ადრე რომ მოხდა ეს ყველაფერი სეზონში, იმიტომ რომ მანჩესტერი ყოველთვის იყო ჩვენთვის უხერხული მეტოქე, გასაგები არის ეს. აი ეს რომ მოვიშორეთ ახლა თან ეს რაღაცა გამოსაფხიზლებელიც იქნება ჩვენთვის და ზოგადად მაგალითად ბრუნო ფერნანდესმა ისიც თქვა, რომ მათ ბევრად უფრო მეტად ესაჭიროებოდათ ქულები იმ დღეს ვიდრე ლივერპულს და ვეთანხმები ამაში რა მანჩესტერის დასამტკიცებელი ჰქონდა ის რომ რაღაც მომენტში იწყებენ ცოტა მობრუნებას და იქ პოზიციაზეც ეხლა არიან ცხრილში იქ ყოფნას არ იმსახურებენ როგორც გუნდი და როგორც რეპუტაცია და კლუბი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ჰქონდა სასწორზე დადებული მანჩესტერ იუნაიტედს და თან ეს ენფილდზე თან საჩემპიონო ამბიციის მქონე ლივერპულთან და რაღაც მომენტში ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ თავიანთი ფანებისთვის მიეცათ ეს თამაში, რა თამაშიც დადეს. უბრალოდ ლივერპული იმდენად ძლიერი გუნდი არის და ეს დაანახა ჩემი აზრით ზუსტად ამ თამაშმა, რომ იმდენად ძლიერი გუნდია, რომ აი ესეთი ცუდი თამაშით, რა ცუდი თამაშით ლივერპულმა აჩვენა, მაშინაც კი
შეუძლია რომ არ წააგოს რა, მიუხედავად იმისა, რომ მგონია რომ ორი ქულა წავაგეთ. აგებული თამაში იყო ამის ტოლფასი არის პრინციპში, იმიტომ რომ ორი ქულა წავაგა, არ იყო ეს თამაში წასაგები, მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ძალიან კარგად ითამაშა. იმას არ ვამბობ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ლივერპულმა ითამაშა ცუდად, არამედ იმან, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა რამდენად კარგად ითამაშა, ზუსტად ლივერპული კარგი და ძლიერი გუნდი რო არის, ასეთი კარგ თამაშს ესეთი ცუდი თამაშითაც დაუპირისპირა რაღაცა და უფრო უკეთ რო ეთამაშათ შესაბამისად მიუხედავად მანჩესტერის კარგი თამაშისა, ან უფრო ადრე უნდა მოეთვინიერებინათ მანჩესტერ იუნაიტედი, ჩემი აზრით. და მაშინ შეიძლება და რაღაცა სხვა ყოფილიყო, მაგრამ იმ დინამიკაში ეს არის რომ ლივერპულმა ვერ აჩვენა კარგი თამაში, მაგრამ ეს არაფრით არ აკნინებს მანჩესტერ იუნაიტედის პერფორმანსს. მოკლედ ამის ხმდება. ძალიან კარგი თამაში იყო, ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიგებდით და მეწყინა ძალიან. აი ის რომ ვერ მოვიგეთ, ანუ იქ უკვე წავაგებდით თუ ფრე იქნებოდა, სიმართლე გითხრათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ კარგია რა თქმა უნდა რომ ერთი ქულა გვაქვს და რაღაცა პრესტიჟის ამ ბავში არ დავთმეთ მანჩესტერ იუნაიტედთან სახში თამაში საჩემპიონო ამბიციების მქონე სეზონში მით უმეტეს, მაგრამ მოგება მინდოდა რა, ყველა ვარიანტში მოგება მინდოდა და შესაბამისად უკვე იქ წავაგებდით თუ ფრე იქნებოდა, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. ანუ იმაზე ვინერვიულე რომ ვერ ვიგებდით უბრალოდ ზოგადად და ძალიან მეწყინა, მაგრამ ძალიან კარგი თამაში იყო.